შესაძლოა ბევრჯერ გიფიქრიათ, რომ ნეტა ვინმეს თქვენს მაგივრად შეესრულებინა ესა თუ ის დავალება. ან გინდოდათ უბრალოდ აღგეწერათ, რისი გაკეთება გსურთ და ეს ყველაფერი მინიმალურ დროში თავისთავად მომხდარიყო. ან გაქვთ მცირე ბიზნესი და სხვადასხვა ფინანსური ოპერაციისთვის ბუღალტერი გჭირდებათ. უკვე ყველამ იცის, რომ შესაძლებელია. ყველამ იცის, რომ ამისათვის და 1000 სხვა რამისთვის უკვე კარგა ხანია არსებობს ხელოვნური ინტელექტი. თუმცა ხელოვნური ინტელექტის მოხმარება კვლავ იწვევს 1000 კითხვასა და საფიქრალს. სწორედ ამ საფიქრალით შეიკრიბნენ ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდები ჰაკათონზე, რომელიც New Vision უნივერსიტეტში ჩატარდა პარტნიორებთან ერთად. ეს იყო კონკურსი, რომელშიც გუნდები ერთმანეთს ინოვაციური აპლიკაციების შექმნაში ეჯიბრებოდნენ. მონაწილეების მიერ წარმოდგენილი ეს აპლიკაციები კი საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ჩვენ გვქვით აპლიკაცია, სადაც მომხმარებელი უბრალოდ აღწერს, რისი გაკეთება უნდა და ამ აღწერის შედეგად AI დააგენერირებს შესაბამის პასუხს იმისთვის, რომ მომხმარებელმა მარტივად შეძლოს რეკლამის განთავსება მეტას პლატფორმებზე. ჩვენი იდეაში მდგომარეობს და პრობლემას უგვარებს მცირე ბიზნესებს. ეს საჭიროებად ხოლმე ხშირად სხვა ფინანსური ოპერაციების გაკეთება, რაც სირთულეებთან არის ასოცირებული, იმიტომ რომ ცალკე დროს მოითხოვთ, ცალკე ხარჯებს მოითხოვთ, თუნდაც ბუღალტერი რო დაიქირავო და ესეთ რაღაცებში ვეხმარებით, როგორც არის მაგალითად დეკლარაციების შევსება, ინვოისების გაკეთება, ასევე ვახსენებ სხვა დედლაინებს. ჩვენი პროდუქტი უშუალოდ გათვლილი არის კომპანიებისთვის, პირდაპირ ადამიანური ენით საუბრით, თავად შეუძლიათ დაატრენინგონ მოდელი და შემდეგ ამ დატრენინგებულ პროდუქტს უკვე ეცოდინება რა ასწავლოს თანამშრომლებს ან ახალ თანამშრომლებს და შესაბამისად ეს პროდუქტი მათ დაუგენერირებს სასწავლო რესურსებს, სტატიებს, პოდკასტებს, სასწავლო კურსებს და ასევე შეაფასებს მათ. ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო რესურსების შესაქმნელად კონკურსის მონაწილეებმა ბევრი იშრომეს. პროექტის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთ პროექტებზე ხელოვნური ინტელექტის სფეროს წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ემუშავათ. მენტორებმა ახალგაზრდებს თავიანთი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარეს. ინოვაციები ხელოვნური ინტელექტის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის გამოკვეთს და ახალ დონეზე აიყვანს საქართველოში მზარდ ტექნოლოგიურ ეკოსისტემას. აქ იმყოფება ბევრი სტუდენტი, რომელიც ჰაკათონში მონაწილეობს. ისინი მუშაობენ ახალი პროექტების შექმნასა და პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტაზე. შესანიშნავია, მონაწილეები ძალიან აქტიურები და ენთუზიაზმით სავსენი არიან. ისინი რეალურ გამოცდილებას იღებენ იმაზე, თუ როგორ იქმნება პროდუქტი ნულიდან, როგორ ხდება მისი პროტოტიპის შექმნა და განვითარება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან New Vision უნივერსიტეტი, კორნელის კომპიუტერული და ინფორმაციული მეცნიერებების კოლეჯი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საქართველოს ბანკი ბიზნესი. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ბევრი ინდუსტრია საქართველოში უბრალოდ არ ფუნქციონირებს. კოლეგები არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხუმრობდნენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაფერი არის next door და ანუ შესაბამისად ხელმისაწვდომია თითოეული ინდუსტრიასთან კონტაქტი და ჩვენ ეს მოფუნება არ აგვაქვს და სწორედ ამიტომ ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორობა. ჩვენი მთავარი ამოცანაც ეს არის, რომ დავაკავშიროთ ჩვენი ეკოსისტემა გლობალურ ეკოსისტემასთან, რათა ვიყოთ წარმოდგენილი იმ ეკოსისტემაში, სადაც პოტენციური მომხმარებლები არიან იმ ინოვაციური იდეების, რომელსაც ქართული სტარტაპები ქმნიან. მიზანი იქნება, რომ ეს პროექტები, რაც დღეს აქ შეიქმნება, იყოს თანამშრომლობა, ხანგრძლივი პროექტი იყოს და აი ამის ხარდაჭერა გქონდეთ, რომ ეს პროექტი, რომელსაც დღეს და ხვალ იმუშავებენ, შემდეგ წაიღონ და განავითარონ და არა მარტო საქართველოს გარშემო, არამედ გლობალურ მარკეტებზეც გაიტანონ. და იმისათვის, რომ ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებულ უფრო მეტ ახალგაზრდას მიეღო ინფორმაცია ამ კუთხით, ჰაკათონის პარალელურად გაიმართა საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია AI Innovate 2025, რომელმაც გააერთიანა გლობალური ტენდენციები, სტარტაპ გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და ინოვაციური ხედვა. სწორედ ახალგაზრდების განვითარების ხელშესაწყობად და მათი ინოვაციური იდეების განსახორციელებლად New Vision-ი კვლავ აპირებს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას. უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ბარკალაია ამბობს, რომ სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ეს არის ეს თაობა, რომელიც უფრო არის ამ AI-სთან და ამ ხელოვნური ინტელექტთან ახლოს ჰაკათონში მონაწილეობას ვინც იღებს არის ბავშვები 15 წლიდან დაწყებული და ზემოთ, რაც ნიშნავს, რომ ეს ბავშვები არიან ჩვენი მომავალი და მათ უნდა იცოდნენ ხვალინდელ დღეს რა ელოდებათ, როგორ უნდა იცხოვრონ და ის ხალხი, რომლებიც არიან ჩამოსული დღევანდელ დღეს საქართველოში, არიან წამყვანი სპეციალისტები როგორც venture capital-ში, ასევე AI-ის მიმართულებით და მე მგონი რომ ჩვენ ბევრ ამას ვისწავლით და ჩვენ მოსამართლეც ვაპირებთ რა თქმა უნდა რომ ასეთივე ღონისძიებები ჩავატაროთ. შეიძლება ნოემბერში ჩატარდეს ასეთი ღონისძიება, შეიძლება
მომავალწილს ჩატარდეს კიდევ მესამე, მეოთხე და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრ რაღაცას გავაკეთებთ ამ მიმართულებით და ინოვაციები იქნება ერთ-ერთი ძირითადი ჩვენი მიმართულება, რასაც New-Gen განახორციელებს. და ჩვენ მეტი ცოდნა გვჭირდება იმისთვის, რომ უფრო კარგად დავაუფლოთ ხელოვნური ინტელექტს, დავაუფლოთ ინოვაციებს, რომელთაც დღევანდელ დღეს მსოფლიო გვთავაზობს. ეს ძალიან ახალია, ძალიან ბევრს ეშინია ამ ინოვაციების გამოყენება და ზუსტად ეს ჩვენი დღევანდელი დღის კონფერენციის თემები იყო, რომ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ინოვაციები, რა უნდა გავაკეთოთ იმის, რომ ჩვენი კომპანიები გახდნენ უფრო გლობალურები და მსოფლიოს მასშტაბით ქართული სტარტაპები თუ ქართული ინოვაციები იყოს ცნობილი. New Vision უნივერსიტეტში ჰაკათონი დასრულდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც. მონაწილეებმა თქვეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს. ის რაც აქამდე აკლდათ. ჰაკათონის მონაწილეებს ბევრი შესაძლებლობა გაუჩნდათ. ეს იყო 10,000 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდი. სტაჟირების შესაძლებლობები წამყვან კომპანიებში, პირდაპირი დასაქმების შანსი, ინდუსტრიის ექსპერტ მენტორებთან მუშაობა, პორტფოლიოს გამდიდრება, ღირებული კონტაქტები, პრაქტიკული გამოცდილება AI ტექნოლოგიებში და უკავშირი ინდუსტრიის პროფესიონალებისგან.